აი აქ ახლა მაგალითად. აი ესეც ანალოგიური მდგომარეობაა. აი კიდევ რაც თქვით, წინა წელს დაშვებული. იყო საკმაოდ გასქელებული, ეს ახლა თავიდან რატო ხდება? პირველი ვაზები ზოგადად ყოველთვის იქნება ძალიან მსხვილი. ანუ როცა ტრაქტორი შემოდის, სასუქის შემოტანა ხდება, ანუ სისწრაფე სანამ განავითარებს, ხდება სასუქის ბევრი ჩაბნევა თავიდან რა. და ეს პირველი ვაზები ყოველთვის იქნება გაძლიერებული, ანუ ვიდრე დანარჩენები შედარებით უფრო რა. აი შეხედეთ როგორ არის აქ გადამტვრეული. კი, იყო მსხვილი და გასკდა. ამიტომ ამას მოვარიდებთ. ამიტომაც აი როგორც მოგონიობაში პირველ მეორე ვაზების ფურზე მაგეთვე დავწერე. რომელიც ოკეი სუსტენ. ო, მანდიჩო. ფარის ხმასობლია. აქ უკეთესია? არა. დაბალი, იმიტომ რომ სასუქით უფრო მდიდარია. ხედავ. ეხლა რა არის კიდევ? აქეთ ამ მხარეს ვაზი არ გვაქვს. გვინდა მხრის გაგრძელება. ანუ თავისუფალი არეალო შევიცვლი. ამიტომ ვეცადოთ ხოლმე პირველი, ანუ ეს ბოლო რომელიცაა, ესენი არ მივცეთ. იქ ასეთი რაღაც არ ხდება. იქ ასეთი რაღაც არა. იქ ამაც ავიწყდი ზემდე. ანუ დაკორდონება ხდება ხო რაღაც? არა, დაკორდონება არა. ანუ თავისუფალი მანძილის შევსება. თუ გინდა კორდონზე გავაკეთოთ, არ იქნება პრობლემა ეს. და ქვედრ დავყავ, ქვედრ რო გავაყავთ ხალხს. ეს. ეს ახლა არის უმოსავლო, შეხედე, არის წამოსული მრავალწლიანი ნაზარდიდან. ერთწლიანი ნაზარდიდან არაა. ანუ მოისხავს, მაგრამ მცირე მოსავალს. ნიკი. აი ეს არის ერთწლიანი ნაზარდი, შეხედე, წინაწერს ამოსული. ანუ მაგას მნიშვნელობა აქვს რომელი ნაზარდიდან მოდის? ყველა ვარიანტი. მოსავლიანად მრავალწლიანიდან თუ მოდის მოსავლიანობა დაბალია. დაბალი. ან არ არის, ან დაბალია. მაგრამ ყველა, ანუ ერთწლიანი ნაზარდიდან არის ამოსული მოსავლიანი, ერთწლიანი ნაზარდიდან ამოსული რქები, ანუ სამამულედან, ანუ ნეკიდან ამოსული, ეს არის ყველა ვარიანტში მოსავლიანი. ანზო როგორ ხდები რომ ეს მრავალწლიანი ნაზარდია და ეს აი შეხედეთ, ეს შტამი ხო მრავალწლიანი ნაზარდია. დიახ. აი ეს არის გამოსული სამუაგდო კვირტი და და შეხედეთ ამას კიდევ რომ ხელა დაშორება აქვს კვიტების დაშორება აქ უფრო დიდია. ვიდრე აი აქ, ნახეთ უყურე? აი ამებში უფრო ახლო კვიტებია. კვიტების მანძილი აქ უფრო ახლოა ვიდრე აქ რა. აი ეგეც არის. ეს მაგალითად აი წინა წელს იყო გადაკავებული აი აქედან, ნახეთ? აი ეთყობა კიდევაც რა. ეს იყო და გადაკავდა აქედან. ანუ ეს ყველა რქა არის მოსავლიანი ამისთვის. ამის შემდგომისთვის დარჩენა ხო შეგვიძლია? რომ ეს უკვე ერთწლიანი რო არის, აი ვთქვათ შემდეგი წლისთვის გამოვიყენოთ როგორც თუ საშუალება არ არის, ესეც დაისხავს საფერავში. წითელ ჯიშიანებში ისხავს. თუ არ იყოს სხვა. ბევრი ვარიანტებია. ეხლა რას ვაკეთებთ? ამას აქეთ მოგვაქვს მოსავალი, ხო? ეს დავტოვეთ. აქა? ამას შევავსეთ რომელიღაც აქედან, ხო? აი ეს, მაგრამ ეს ხო მოსავლიანია. ანუ ეს გვჭირდება. აი ამ ნეკებს მაინც რომ სცენარი არ იყოს გაშიშვლებული და ეს მრავალწლიანი ნაზარდი არ დაზიანდეს ძისხივებისგან, ზაფხულის ტემპერატურებისგან, დავტოვოთ მაინც ნეკები. ნეკები და ესაც ხო დაისხავს. თვითონ თემას მოიბავს, ექნება ფოთოლი და ჭრილის ვარიანტს გავაკეთებს, ანუ არ იქნება ძისხივების განლაგებაში კიდევ. უშუალო ძისხივების შეგებაში. ისე ხშირი ხარკოვებს თუ აი ვთქვათ. კი. დაახლოებით მოკატე, მატატი. უბრალოდ გოგოებისთვის რომ კიდევ ერთხელ გავუმეორო, ნეკი რომელია, რქა რომელია. ანუ ნეკი არის, აი ესაა ნეკი და ესაა უკვე ნეკიდან ამოსული, ანუ მომდენო წელს, როგორც ესაა, აი აქედან წამოსული პროტები იქნება იგივე ეს. ანაჭრელი არის ნეკი. კი, ეს ვაზები ცოტა ისეთია. ძელი არის ხა. ნეკი ანუ სამამულე რა, მომდენო წლის. აი ეს იქნება ხრის გაგრძელება. ახლა ამას ბევრი ღვინეები არის ახლა, იმიტომ რომ უფრო მოსავალი აქვს და უფრო ისეთია. ხო, ეს გამოვიდა. მოდი ახლა გადავიდეთ მოვალზე.